პირდაპირ ეთერში. ნაშოპინგარები რამდენიმე სიახლე მოგიმზადეთ ამ ნაწილში ჩვენი გადაცემის წიგნების მოყვარულებისთვის, კინომოყვარულებისთვის და მუსიკის, კარგი მუსიკის მოყვარულებისთვის. მუსიკის დავიწყო. იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი მომღერალი სოფი ვილი და ასევე ავტორი სოფი ვილი ემზადება კონცერტისთვის და მას კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვდა ქეთი რადიანი და ვნახოთ. Life is like a river, we fall and drown. I told you, catch the light moment. ეს სოფი ვილია, გოგონა, რომელიც ჯერ 24 წლისაა და უკვე 2 ალბომის ავტორია. მუსიკას თავად წერს და მის სასიმღერო ტექსტებში ძირითადად პოლიტიკური თემატიკა ჟღერს. დეკემბრის დასაწყისში უკრაინაში ცნობილ მუსიკალურ ბლოგში მისი ბოლო ალბომი წლის ნამუშევრად დასახელდა. უკრაინაში არის ესეთი ბლოგი კომა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბლოგია მუსიკალური, დიდი ხანია უკვე წერენ მუსიკაზე, არა მარტო უკრაინულზე, ზოგადად ყველანაირ მუსიკაზე და დასახელდა წლის ალბომად. რაც იყო ძალიან დიდი შოკი ერთგვარი, იმიტომ რომ ივან დორნი არის იმ სიაში და ბევრი ისეთი ჯგუფი, რომელიც უკვე დიდი ხანია მოღვაწეობს უკრაინაში. მაგრამ ჩათვალეს, რომ ეს ალბომი არის ერთ-ერთი ნომერი პირველი. საქართველოდან 2008 წლის ომის შემდეგ წავიდა და მუსიკალური კარიერა უკრაინაში დაიწყო. ბოლო რამდენიმე წელი არად მშობლიურ ქალაქში ჩამოდის, თუმცა დიდი ხნით დარჩენას ვერ ახერხებს. თბილისში ყოფნის დროს ის ქალაქში საყვარელ ადგილებს სტუმრობს. აბუბანში შეიძლება ითქვას, ანუ აბანათუბანში არა, მაგრამ სოლოლაკში, მაგრამ ძალიან ხშირად მიწევდა აქ სკოლის მერე ჩამოვდიოდით ხოლმე ბავშვები და ეხლა აქ როგორც გააკეთეს ეს ჩანჩქერი ძალიან მომწონს. და ამიტომ აქ როცა ჩამოვდივარ ხოლმე ხშირად მოვდივარ აქ. გალამაზ და ძალიან ეს ადგილი. ამჯერად ვიზიტი საქმიანია. სოფი ახალი წლის ღამეს ქართველი აუდიტორიის წინაშე წარსდგება. ის თბილისში ფონდ ავტოგრაფის მოწვევით ჩამოვიდა. 1 იანვარს 2:30-ზე გვექნება კონცერტი ბუდაპეშტში, ღამე, ის იქნება საახალწლო კონცერტი. ეს არ იქნება სრული ბენდი, ანუ არ იქნება თქვა სრული პროგრამა, რასაც უკრავთ ხოლმე ზოგადად, როგორც მართავთ ხოლმე კონცერტებს, ეს იქნება სპეციალურად, ანუ გადაწყვეტეთ ფონდ ავტოგრაფთან ერთად, რომ გაგვეკეთებინა რაღაც სპეციალური საღამო. ამ შემთხვევაში ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ უცხოეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანი, როგორც არის სოფი ვილი, გავაცნოთ ფართო საზოგადოებას. სოფი ვილი ცნობილია არა მარტო იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში, მაგრამ სამწუხაროდ ფართო საზოგადოება საქართველოში ჯერ კიდევ არ იცნობს მის შემოქმედებას. კონცერტისთვის პროგრამა სპეციალურად შეირჩა. ჯგუფი სოფი ვილი ახალი წლის ღამეს ბუდაპეშტში ეპატიჟება ყველას, ვისაც 2015 წლის შეხვედრა მშვიდ და ინტიმურ გარემოში აქვს დაგეგმილი.